მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 5-ზე. მე ვარლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. პარლამენტის საგამოძიებო კომისია მუშაობას მომდევნო კვირაში განაახლებს. მიანმარში ძლიერი ბიძგები ისევ დაფიქსირდა. საგამოძიებო კომისიის ხდომებზე კიდევ ერთხელ დაასტურდება, რომ რეჟიმის მმართველობის დროს ხდებოდა ბიზნესის რეკეტი. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია ადამიანების წამების საქმეებსაც განიხილავს. კომისია მუშაობას მომდევნო კვირაში განაახლებს. ცნობისათვის პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია მანდატს აფართოვებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ 2012 წლიდან ჩადენილ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსაც შეისწავლის. საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ იყო ბიზნესის რეკეტი საპატიმროებში, როგორ ხდებოდა სამწუხაროდ სახელმწიფო უწყებებიდან, მათ შორის ბიზნესის დახმარებით, იგივე TBC ბანკის და ხაზარაძე ჯაფარიძის საქმე, რომელიც პირდაპირ დაასახელეს და ამტკიცებულებებიც არის ამასთან დაკავშირებით ბიზნესის რეკეტში, ომის თაობაზე, სადაც სამწუხაროდ საზოგადოებამ დაინახა ის თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორ უგულებელყოფდა საზოგადოების მოსახლეობის უფლებებს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ხელმძღვანელებს აუცილებლად ექნება. ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა, სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტები, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე აფიშირდება, წარსდგება. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი ამ მძიმე დროს საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოусმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და ის საკმაოდ კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე აი ამ სადისტურ რეჟიმს, რომ შეძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში. ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის პროცესი დაწყებულია, ვიდრე საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, მანამდე პარლამენტში დარეგისტრირდა კანონი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობას კრძალავს. პროექტის ინიცირება ბიუროს ხდომაზე ხვალ მოხდება. ნაციონალური მოძრაობის გარდა კიდევ რომელი პარტიები დაკარგავენ ქართულ პოლიტიკაში არსებობის უფლებას, ეს სულ მალე გაირკვევა. ომისა და ღალატის პარტიებს, კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმებათ ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკა უნდა გასუფთავდეს, გაჯანსაღდეს და ოპოზიციური ფთა შეივსოს ისეთი პარტიებით, რომელიც მართლ პარტიას ედგება ოპოზიციაში და არა საკუთარ სამშობლოს. იქნება ჩვეულებრივი, სამართლებრივი, კონსტიტუციური პროცესი შესაბამისი სარჩელით და მხოლოდ კანონის სრული დაცვით, იმ ფაქტების შეფასებით, რომელიც გაჟღერდა არაერთის უკვე საგამოძიებო კომისიის ხდომაზე და ისედაც საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად ცნობილი, მოხდება ზუსტი შეფასება ამ ვითომ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობისა და ცხადია გამოტანილი იქნება ვერდიქტი. პოდმელმა ეპისკოპოსმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა საქართველოსთან მიმართებაში გარეთ ჩარევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ორმაგ სტანდარტზე. ჩატარდა არჩევნები, ხო? ჩვენ ხო მაინც ვიცით, რომ ჩატარდა და 150 კაცი ავერჩია. ვიღაცამ თუ ზედმეტი ხმა არ მოიპოვა, რომ ვიღაცაზე მეტი ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეგ თავის პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან, მასე არ არის შედალოცულო. რუსთან თუ ენის ამბავი გავიტანე, როგორ უნდა მაჯობო რა ბალტიისპირელი იქნებ, პოლონელი, უკრაინელი იქნები თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი თუ ბრიტანელი იმათ საქმე არ არის ჩვენთან არჩევნები, როდის ჩატარდება, როდის არ პირდაპირ გეუბნებით რა. არ არის არც მაკრონის გადასაწყვეტი, არც არავის. მიტინგზე რაც ხდებოდა, სამხარეს შეხედეს, მეორე მხარეს პოლიციას და იმას არ უყურებდა. და ისინი ამბობენ, რა მოხდა საქართველოში, იღუპება, რა დემოკრატია იღუპება ყველაფერი. ცოტა ხნის წინ რა 1000-ზე მეტ კაცს კისრები დაჭრეს და ქუჩაში დახვრიტეს ისინი რა იმაში სირიაში. იმათი ლიდერები ევროკავშირის იმებზე მიიწვიეს. უკრაინა რუსეთის ომია. ჩვენ აფინანსებ ხალხის კვლას, ხო და მე იმას მეუბნები ჩვენთან მიტინგზე სისხლი დაიღვა, ჩვენ ხო არა ვუყურებთ, ხო? საფრანგეთში 11 კაცი მოკლეს მაკრონის დროს იმაში.
ყვითელი ჟილეტების აქციები რომ ჩვენთან მადლობა ღმერთს რა მადლობა ღმერთს რომ მაგე არ ხდება და რომ მეუბნები ხო შენი დაინახე რა შენი დინგი დაინახე რა აი ყოფილი პრეზიდენტი რა მე იმის მიკვეს რო დადიხარ ესტონეთში და რაღაცას რო ლაპარაკობ დაგახსენდეს რომ დედა ხარ შვილების დედა ხარ და სხვებსაც შვილები ყავს რა და ვისი სისხლით გინდა რაღაც გაკეთება სვეტი ცხოვლის საკათედრო ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხრელად სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო გაკეთ და ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე მინისტრის სიტყვით გამოვიდა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიის მიმართულებით და სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს საკითხს და მუდმივად იღებს ზომებს მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რაც ჩვენს მოსახლეობაში ჯანმრთელობის უკეთეს შედეგს უზრუნველყოფს. ჩვენ დავამტკიცეთ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგია. ეს სტრატეგია სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს და ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გლობალურ სტრატეგიას. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის და მიზნობრივი ვერტიკალური პროგრამების მეშვეობით მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოიცავს ანტენატალურ, პერინატალურ და პოსტნატალურ მოვლას, იმუნიზაციასა და ადრეულ სკრინინგს. ამასთან შემცირდა ფინანსური ბარიერები ოჯახებისთვის. ამ ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული მიდგომის შედეგად საქართველო მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში 1 წლის ასაკის ბავშვთა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 55%-ით შემცირდა. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობით ვახორციელებთ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს, რომლის მიზანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოს დანერგვა. ეს ხელშეუწყობს ქალებს აქტიურად ჩაერთონ საკუთარი და შვილების მოვლაში, ორსულობიდან ბავშვის ადრეულ განვითარებამდე. ჩვენ ვრჩებით ერთგული მტკიცებულებებზე დაფუძნებული მრავალსექტორული და ინკლუზიური მიდგომების გზით ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერების საქმეში. ნარკოტიკების უგანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მეტადონი და მარიხუანა ამოიღეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის არჩევნები გაიმართა. MMA-ის პრეზიდენტად მეორე ვადით გიორგი კაბულაშვილი აირჩიეს. ისაუბრეს მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. დავიმსახურე ალბათ ისევ ხელმეორედ მეორე ვადით ფედერაციის პრეზიდენტობა. მადლობა მინდა გადავუხადოთ თულ ჩვენ გუნდს, რომ ვამართლებ ამ ფედერაციის წინსვლას და განვითარებას. მზად ვარ, რომ ღირსეულად შევიტანო ჩემი წვლილი MMA-ის ფედერაციის განვითარებისთვის, მოგეხსენებათ ყველას, რომ ერთ-ერთი წარმატებული ფედერაცია MMA-ის ფედერაცია და კიდევ იმედი მაქვს, რომ 4 წლის განმავლობაში უფრო წარმატებული იქნება. ასეთი იყო ახალი ამბები 5-ზე, ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი ნიუს წერტილი ჯიზე. ზუსტად 8 საათზე დაიწყება ტრადიციულად საინტერესო იმედის კვირა. ნახვამდის.